ახალი წელი თუშეთში უძველესი ტრადიციები და უცვლელი სტუმარ მასპინძლობა. დღესასწაულის დადგომამდე განსაკუთრებული ფუსფუსი სამზარეულოშია, სადაც კულინარიული ზეიმია. მთავარი კერძი კი ხაჭაპურის თუშური ვარიაცია კოტორია. ხინკლის მომზადების ტრადიციას აქ თავისი საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც ყველა ოჯახში ცოცხლდება. გარმონზე აჟღერებული მუსიკა კი თუშებისთვის ყოველ წელს უკონკურენტოდ რჩება მთავარ სიმბოლოდ. ჟანა დიდებაშვილისა და ლაშა მამულაშვილის რეპორტაჟი. ამას გავაკეთებთ ახალ წელი რომ მოდის განწყობა შეგვიქმნის ახალ წელ განწყობას და მოდი დავხატოთ რა დათოლი ნაძვის ხე აი ესე გარშემო აი ხო შავითაც შეიძლება აი მოსართავები კი კი შავითაც შეიძლება ნაბატში როგორც კეთდებოდა თუ გინდა ისეთი გავაკეთოთ ბრგლოვანი ორნამენტები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებ თორღვაიძეების ოჯახში მეგობრები ხშირად იკრიბებიან. ამჯერად მიზეზი ახალი წლის სამზადისია და ის სივრცე, სადაც განსაკუთრებული ადგილი ხელოვნებას უკავია. ნაკსოვი ფარდაკები, ხურჯინები, სიპის ქვაზე შესრულებული ნახატები და ქვითნაშენი თუშური კოშკი თათუშეთის ასოციაციას უქმნით. მათი თანამშრომლობა და მეგობრობა წლებს ითვლის. ერთად ხშირად ქმნიან ხალხური ხელოვნების ნიმუშებს. ახალი წლის სამზადისის დაწყებამდე დრო ფერადი ძაფებისგან თექის დასამზადებლადაც ახლა გამონახეს. ეს ტრადიციულია არა მარტო თუშებისთვის, მაგრამ ისეთი მასალაა, რომ აი გიზი დავსდა თითქოს თავისთავად მოგდის ხელში ესე ვამბობთ ხოლმე დედა რომ ასწავლიდა ქალო ხელებში რა და მოგდისაო პირველად რომ მოვკიდეთ იმას მატყლს ხელი რაღაც ამ 70-80-იან წლებში ცოტა მივიწყებული იყო და ძალიან გული მწყდებოდა და ახლა ძალიან მიხარია რომ ძალიან ბევრი არის დაინტერესებული და თექა ახლა აი ძირითადად თექაში ესეთი მრგლოვანი ნაბადი ქვია ტრადიციულად ხო მრგლოვანი ორნამენტები კეთდებოდა თუშურ ნაბადში კიდევ ჭრელი აქა-იქა გამიგონია რომ ჟილეტის გავსი მოკლე ნაბადებს თელავდნენ და ამის გაკეთება მიმასწავლა დედამ და მე იმ პერიოდში ცხოვრობდი მომიწია მადლობა უფალს ომალოში ცხოვრება იქ დაბადებულ გაზრდილი ვარ და იყო 8 წლიანი სკოლა ინტერნატი პირველ კლასში იქ დავდიოდი ხო და იყვნენ ქალბატონები რომლებიც ამ ხელსაქმეს აკეთებდნენ საახალწლო სამზადისში სტუმარ მასპინძელის გარჩევა რთულია. ყველა იმ საქმეს აკეთებს, რომელიც ეხერხება. ამბობენ, რომ მეცხვარეობით განთქმულ თუშეთში ცხურის მატყლი ხვავის და ბარაქის სიმბოლოდ უძველესი დროიდან მიაჩნიათ. მატყლს საახალწლო ტაბლაზე დებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ნაბადისა და თექის ფერადი ნაჭრების სახით ნაძვის ხეზე გადაინაცვლა. ნაძვის ხე არ ქონდათ მთაში, თავდნენ ბუნებრივ ტოტებს, ნაძვის ტოტებს, ფერადი ძაფებით აკეთებდნენ ბურთულებს, ასევე იყენებდნენ თექის ფერად ნაჭრებს და თექა ასოცირდება სხვა მატყლთან, ცხვართან, ბარაქასთან, ხვავთან და ყველა ოჯახში მოიძებნებოდა, იყო ყველა ოჯახში ამუშავებდნენ და შესაბამისად ჰქონდათ კიდევაც. როგორც ასეთი ტრადიცია გვიან შემოვიდა თუშეთში ნაძვის ხის დადგმა და მორთვა. მას შემდეგ რაც ბარში ჩამოვიდნენ. ზამთარში მართლა ძალიან მაქვს სურვილი რომ შევხვდე ერთხელ მაინც ახალ წელს მთაში. ანუ არც ერთ ახალ წელს არ შეხვედრი ხარ? არა. და როგორ წარმოგიდგენიათ იქ შეხვედრა? რას გააკეთე? არ ვიცი სასწაულად. არ ვიცი. მაგრამ მგონია რომ საუკეთესო იქნება მთაში ახალი წელი. ახალი წლის დადგომამდე განსაკუთრებული ფუსფუსი და საოცარი არომატების სურნელი სამზარეულოშია, სადაც თუშური სამზარეულოს სახელგანთქმული კოტორი და ხინკალი მზადდება. ქარვისფერ ერბოში ამოზელილი კალტის და წყალქონდარათი შეზავებული ხორცით მოხვეულ ხინკლის მომზადების ტრადიციას აქ თავისი საინტერესო ისტორია აქვს. ციურ სხეულებთან მსგავსებით დაწყებული გიგანტური ხინკლისა და ძველად თუშური ახალი წლის აღნიშვნის სახალისო მოგონებებით დამთავრებული. ძალიან ამაღლებული განწყობით ხვდებით ახალ წელს თუშები განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ხინკალ კოტორი რომ მაგიდაზე არ იყოს ეგ არ არსებობს, ვარიანტი არ არის ყველა ოჯახში.
ვაკეთებთ ხინკალს ეხლა თუშურ ხინკალს. ეხლა ეს ხინკალი ცოტა სადაო გვაქვს ამ თუშ ფშავლებს და მე რა ვიცი მე ვფიქრობ უფრო თუშებისა, იმიტომ რომ თუშური ცხვარი ეს სოფლიოში განთქმულია და თუშური ცხვრიდან წამოვიდა ხინკალი, ცხვრის ხორციდან, რომელსაც ჩვენი წინაპრები კეპავდნენ ხანჯლით. დაკეპილ ხორცს მარტო ქონდარს მოაყრიდნენ ცოტას, ეს წყალთქონდა რა ქვია, თუშური სანელებელია. მთაში მოდის და ამით ახვევდნენ ხინკალს და ბარაქიან ხინკლებს. ესეთ პატარ-პატარა ნამცეცა ხინკლებს კი არ ახვევდნენ. ხშირად ვიკრიბებით ისედაც სადღესასწაულო დღეებში ერთმანეთთან და შეხვედრით ყველა თავის ოჯახში ვხვდებით, მაგრამ სანამ 12 ჩამოჰკრავს ზარს ჩვენ, ხო, მზადებაში მერე რო შევხვდებით, ყველა მივდივართ ერთმანეთთან, ზოგი მეკვლე აირევა სოფელი, ზოგი ერთმანეთში ოჯახებში მეკვლეებად მიდიან, ულოცავენ ახალ წელს, მთელი წელი რო გეგმავთ, გვაქვს რომ მეორე წლიდან უფრო ყველაფერი კარგად იქნება. და აგვისრულდება ყველა სურვილი და რა ვიცი, მშვიდობა იქნება პირველ რიგში ჩვენ ქვეყანაში, ჯანმრთელობა, ყველა იქნება გაღიმებული და ბედნიერი. მე ამისი იმედი მაქვს დიდი. აი ესე რომ ამ მოვჭრით და მერე მოვახვევთ ხინკალს, ბოლოში მაინც რჩება რაღაცა მოზრდილი ცომი. ამას რომ გავათხელებთ, გამოდის ძალიან დიდი, იმიტომ რომ იმის დაყოფა აღარ შეიძლება. მოვახვევთ ერთ დიდ ხინკალს, რომელსაც სადიასახლისოს ვეძახით და ვინც მოახვევს, იმას შეხვდება, ეხლა შემხვდება მე ეს დიდი ხინკალი. ოტორი როგორც გამიგონია იქ ძველებისგან, სულ მაინტერესებდა ამ კუთხით, არის სიმბოლო მთვარის, ხინკალი მზის, ეს ნუ ყველამ ვიცით. და ეს მრგვალი რახან არის კოტორი, არის მთვარის, იმიტომ რომ მთის ხალხი მოგეხსენებათ უფრო ყურადღებას აქცევდა მთიურ მნათობებს. ეხლა აქ რო ვარ ალვანში, დღეები, თვეები სიგავად, ცაში ცისკენ არც ვიხედები და იქ მთაში ყოველთვის აი ამის სილამაზეს, ბუნებას, დღესითაც ღამითაც აკვირდება ადამიანი და აი პეტროგლიფებშიც არის ასახული ეს ცოტა იქით რო გადავიდეთ ციური მნათობები და აი ყველაფერი ასოცირდება ამ რწმენა წარმოდგენებთან, რომ ამას ხომ ნაოჭები არ აქვს კოტორს და როგორც მთვარის სიმბოლო. ესე იგი წარმოვიდგინეთ როგორი ძველია ეს თუშური კოტორი და ხინკალი, ქრისტიანობამდელი პერიოდიდან იწყება და მოდის და აგერ ახლა დღეს ვაკეთე მე. როგორც ირკვევა თუშეთში დროთა განმავლობაში საახალწლო ტრადიციების უმრავლესობა დავიწყებას მიეცა. სტუმარ მასპინძლობის ტრადიციების ერთგულება, მთის სიყვარული და გარმონზე აჟღერებული სიმღერა მომთაბარე თუშების მარადიულ სიმბოლოდ დარჩება. მე მინდა რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობის. მშვიდობის ყოფილიყოს ყველა ოჯახში, მთელი საქართველოსთვის და მთელ სოფლიოში. მინდა თითოეულ ოჯახს მინდა კონდეს ბარაკა, ეკონომიურად გაიზარდოს თითოეული ოჯახის შემოსავალი. მინდა რომ აი აქ თუშეთიდან ასე ვიტყოდი, მინდა მთელ საქართველოს მინდა მიულოცო, იმიტომ რომ მოდის ახალი წელი, ეს იქნება თითოეულისთვის ჯანმრთელობის, ბედნიერების, სიხალისის, სიკეთის და ბევრი ახალი ამბების მომტანი წელი. მე მინდა რომ თითოეულ ოჯახში იყოს ბარაკა, ხინი იყოს. და მე მინდა რომ აი ეს 2026 წელი ყოფილიყოს იმ კარგი დღეების, კარგი სიკეთის დასაწყისი, რომელიც საქართველოს ხვალე ზეგ ელოდება ჩვენი მომავალი თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის. მოგილოცავთ. აბა მეგობრებო. აბა მრავალ ახალწელს, ჯანმრთელობა, სიკეთე.